სტუმრები მოვიდნენ მამიდა. ჩემო ლამაზო ძმისშვილო, ჩემო საყვარელო. შენ შემოიპატიჟე? დასვი და ჩვენც ბალე მოვალთ. აქ მოდი შვილო. კარგი? კარგი. მოდი, მამა მოგენატრა? მომენატრა. შვილო, პატარა ნაჭრება დაჭერი. ჩემო ლამაზო. კარგი დაო. ჩიჩეკის დედამ ძახლის სანახავად არ მოვა? არ მოვალო, ასე მითხრა, ალბათ სადილზე მიიპატიჟებს. არა მგონია. აჰმედ ბორანი ქალბატონ შაჰნურზე გაბრაზებულია. მართალიცაა, ბალდარები სულ შეიცვალდნენ. აღარც წესები აინტერესებთ, აღარც კანონები. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობთ, დაბრძანდით, არ შეწუხდეთ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მორანების მაღაზიაში წავალ, შეიძლება ჩვენი ჩამოსვლის შესახებ ვერ გაიგეს. უკვე ეცოდინებოდათ. მაგრამ შენ მაინც წადი. თუ ასე გინდა გააგებინე. მოდი მამიდასთან, ჩემო ლამაზო. მოდი ძვირფასო. ჩემო საყვარელო. გმადლობ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. კომპანიის მფლობელი სადაურია. ვანიდანაა. მაშინ გარფულს გადაიხდიან. ჩვენი კომპანია ისევ ფეხზე დადგება, იასემინ. ამ საქმეს ჩვენ ავიღებთ სევგი აუცილებლად. არ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ეს საქმე ძალიან გვჭირდება, არა? თავი უნდა დავიფასოთ. რა თქმა უნდა. რეკლამის გაკეთება ჩვენ არ გვითხოვია. შემოთავაზება მათგან წამოვიდა. წამოდით. რა თქმა უნდა ასეა. მობრძანდით, გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გამარჯობა. შეხვედრა გქონდა დანიშნული. გამარჯობა. დიახ, სარეკლამო სააგენტოდან ხართ არა? დიახ, შეხვედრების ოთახში მობრძანდით. გმადლობთ. მობრძანდით. პალტოებს წავიღებ. რას დალებთ? თუ შეიძლება წყალი. მე ყავას დავლებ. მე წყავა. ქალბატონ ნადიას თქვენი მოსვლის შესახებ ვეტყვი. გმადლობთ. ნადია? ესენი ვანიდან არ არიან? ქალბატონი ნადია გენერალური დირექტორია, კომპანიის მფლობელი არის ვანიდან. ქალბატონ ნადიას იცნობ? არა, ახლა გავიცნობ. ხელის გული მეფხანება. ნულიდან დაწყებაზე ვგიჟდები. ფირმის მარკა უნდა შევქმნათ, დიზაინი, კამპანია ვაწარმოოთ, საინტერესო საქმეა. წინასწარ ნუ გაიხარებ, მფლობელი უხეში თუ აღმოჩნდა, მე ნახე. მართალი ხარ. რწმუნებულების ასლი საქმეში არდევს. მოვაგვარებ ნუღელა. ბატონო სავაშ, სარეკლამო სააგენტოდან მოვიდნენ. ქალბატონი იასემინიც მოვიდა. სახელი არ მიკითხავს, ორი ქალი და ერთი კაცი მოვიდა. კარგი, მოვდივართ. გილოცავ, როგორც იქნა, შენი კონკი ამოვიდა. კარგი, შენ წადი. შენ? 5 წუთში მოვალ. ესეც გეგმის ნაწილია? დიდხანს ნუ გვალოდინებ. კარგი. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გონი გაგიკვირდათ. აქ არ გელოდით. სევგი თაშფინარი ვარ. გაოცებული ვარ ქალბატონო ნადია, მე ბორანოანი ვარ. სასიამოვნოა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქალბატონო იასემინ. მიცნობთ? არა. საღამოობით ბარ 5x5-ში დავდივარ ხოლმე. ბატონი ბორა და ქალბატონი სევგიც იქ მყავს ნანახი. თქვენ არასდროს შემხვედრი ხართ. დიახ. იასემინი გარკვეული პერიოდი ჩვენგან შორს იყო. ახლა დაგვიბრუნდა. ჩვენიერია. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, გმადლობთ, არ შეწუხდეთ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქალბატონო შაჰნურ. ჰელინ? შვილო, ხელზე ემთხვიე, როგორ გაზრდილ ხარ? ბედნიერი იყავი. აქ დაჩეკი. ქალბატონი ნევალი სად არის? ქალბატონი ნევალი ვერ მოვა, ქალბატონო შაჰნურ. დიდი მოკითხვა გადმოგცათ. ჩათაგში ცერემონიალზეა მიწვეული, ოჯახთან ერთად წავიდა. ქალბატონი ქადრიე? ბეიაზითიდან სტუმრები ჩამოუვიდნენ.
მოკითხვა გადმოგცათ. თუ რამდენიმე დღით აპირებს დარჩენას, მერე მოვინახულებო. ღმერთო. ყველას საპატიო მიზეზი აქვს. ჩიჩეკი მართლა აპირებს მასწავლებლობას. ხომ იცით თანამედროვე ერთძლების ამბავი, სასწავლებლის დასრულება უნდა. თქვენთან ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი წესების მიხედვით ეს დაუშვებელია. ცნობილი ბალდარების რძალი მასწავლებელი უნდა გახდეს. ბატონი ჰასიფი ალბათ მიწაში ტრიალებს. გითხარით, მასწავლებლობას აპირებს მეთქი. უნივერსიტეტში ხომ დადის. რძალი მოვიყვანეთ, ქალბატონო მელახათ. მონა კი არა. რადგან სწავლა დაიწყო, გვინდა დაასრულოს კიდეც. სულ ესაა? მართალია, როცა შვილი ეყოლება, ეგ სურვილიც გაუქრება. სწავლა აღარ ენდობება. თელივანი ახალ ამბავს ველოდებით. ჩიჩეკი 1 წელია თქვენი რძალია. ჯერ კიდევ არ არის სორსულად. ქალბატონო შაჰნურ, რამე პრობლემა ხომ არ აქვს? ექიმს გაასინჯეთ? თუ უშვილოა, მამამის დაუბრუნეთ. სავაში სხვა ცოლს მოიყვანს. ყველაფერი რიგზეა. როცა დრო მოვა, ბავშვიც ეყოლებათ. ამ საკითხზე ნუ აღარ საუბრობთ. თქვენი საქმე არ არის. თურქეთში კვება დიდ სექტორს მოიცავს, ამიტომ დიდი კონკურენციაა. პრეტენზია არ გვაქვს პირველები ვიყოთ ბატონო ბორა. მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს ხუთეულში მოვხდეთ. რა თქმა უნდა თქვენ გენდობით. საკვების რეკლამა ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი რეპუტაციის შექმნით, კამპანიის სწორი წარმართვით უფრო მეტ. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მე სევგი თაშფინარი ვარ. მოდის გიხდით, დავიგვიანე. ბატონო ბორა, მე სავაშ ბალდარი ვარ. გონი ერთმანეთს ხშირად ხვდებით. დიახ, ჯემის ბარში გხედავთ ხოლმე, მაგრამ თქვენი გაცნობის შესაძლებლობა არ მომეცა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, ქალბატონო იასემინ. გამარჯობა. გამარჯობა. წინადადება გაგაწყვეტინეთ, კომპანიაზე ვსაუბრობდით. არა უშავს. რეკლამას სრული სერიოზულობით ვუდგებით, ბატონო სავაში. ჩვენი მოვალეობა ახალი ბრენდის ჩამოყალიბებაა. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენთან საერთო ენას გამოვნახავთ და არაჩვეულებრივ იდეებს განვახორციელებთ. როგორც აგენტოს წარმომადგენლები საკუთარ თავს ვენდობით, ბევრი წარმატებაც მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვართ, თქვენც კმაყოფილი დარჩებით. საქმეს მხოლოდ ვაჭრობის კუთხით არ ვუდგებით, თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა. ამიტომ ყველანაირად ვეცდებით კარგი ბრენდი შევქმნათ. ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. ნელ-ნელა წავიწევთ წინ. რა თქმა უნდა, თქვენთვისაც თუ მისაღები იქნება. Adım-adım ilerleyeceğiz. Tabii eğer sizin için de uygunsa. Kesinlikle. რა თქმა უნდა. Bu da kurumsal საქმეს კი კამპანიის სწორი წარმართვით დავიწყებთ. დიახ. ლოგოები, დიზაინი, ეტიკეტები. ჩვეულებრივი რეკლამა არ უნდა იყოს. kampanyasıyla karıştırmamak lazım. ვანი.
აბა აჰმედ მორან. ახალი რა არის? მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მიდის. კარგი. მაშინ მე წავალ, სოფელში გავისეირნებ. დაჯექი. ბალა. ახლა კარგად მომისმინე. კეთილი იყოს შენი მოსვლა, ბედნიერება მოგეტანოს. შენმა ჩამოსვლამ ძალიან გამახარა. ბატონო, ისევ თუ ნარკოტიკებზე უნდა მელაპარაკო. მაგაზეც დაგელაპარაკები, მაგრამ ჯერ სხვა საკითხზე მინდა გასაუბრება. ჩვენ მხოლოდ 2 რეკლამის გადაღებას და თანამშრომლობის შეწყვეტას არ ვაპირებთ, ბატონო ბორა. გვინდა თქვენთან ხანგრძლივი დროით ვითანამშრომლოთ. დილა რეპორტები მზად არის? რა თქმა უნდა, აქ მაქვს. ინებით. ნახეთ, ეს ჩვენი 5 წლიანი გეგმაა. პირველი ნაბიჯი კომპანიის რეპუტაციის შექმნა იქნება. კომპანიის რეპუტაციის შექმნა და კამპანიის წარმოება. დიახ. ორივე ერთდროულად უნდა გავაკეთოთ. დროს ვერ დავკარგავთ. სწრაფად უნდა იმუშაოთ. ჩვენი პროდუქცია საზოგადოებამ რაც შეიძლება მალე უნდა გაიცნოს. თქვენს პროდუქციას ენდობით? რა თქმა უნდა. თუ ასეა, მაშინ სამუშაოებსახლავე დავიწყებთ. დიახ,ახლავე. სევგი, ჩვენ სამუშაო გეგმა შევადგინოთ და ქალბატონ ნადიას გავაცნოთ. მოგვიანებით ვისაუბრებთ და შევთანხმდებით. რა თქმა უნდა. ამ საკითხში თქვენი დახმარება დაგჭირდება, ქალბატონო ნადია. დიახ, რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ამ საქმის პროფესიონალები თქვენ ხართ. ბოლომდე გენდობით. დიდი მადლობა. ცოტა ჭკუას მოუხმეთ, ჩვენს მხარეში ერთი ქარხანა რომ გაიხსნა, სუდი იქნება? ესე იგი სავაში ქარხანას მართლა ხსნის? დულგარ, თითქოს პირველად გაიგე. რა ვიცი, ქარხნის გახსნა მას უნდა მივანდოთ? ნარკოტიკებზე სხვა დროს დაგელაპარაკები, ბალა. ეს სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ სავაშ ბალდარმა სულ დაივიწყა ჩვენი ადაწესები. ჩემი მუშები მიპირისპირდებიან, ცხვრების მიცემას და ქარხნის გახსნას მთხოვენ. სავაშს უნდა დაელაპარაკო. ის შენი სიძეა, ბატონო აჰმედ. მიდი და დაელაპარაკე. კარგი რა, ბალა, გეყოფა. მაშინაც ასე რომ მეფიქრა, გოგოს კი არ მივათხოვებდი. სისხლს დავღვრიდი. ვიფიქრე, სავაში ბატონი ჰასიფის შვილია, წესჩვეულებებს დაიცავს მეთქი. ეს რა დრო დაგვიდგა. მანდარა, შეგიძლია შიგნით დადო. კარგი. სიტარე. როგორ მოგწონს? ახლა გაინტერესებს ჩემი აზრი. კარგი, მითხარი. არ მოგეწონა? რა მოხდა? არაფერი მithქვამს. შენ რა გაგეგება? არ მჯერა იასემინი ჩიფსის კომპანიას შეუთანხმდა? ჯერ არაფერია გარკვეული აზრა და მშვიდდი. ნამდვილად გავგიჟდები, დედოფლად მოგვევლინება. ნახავთ. ნარკოტიკებზე არ გვისაუბრია. მაგის დროც მოვა, ცოტა მოითმინე. კაცრად არ ელაპარაკები. მე არ ვიცი ეს საქმე უნდა გამოვიდეს, სერიოზულად დაელაპარაკე. სათქმელად მარტივია, დულგერ. სავაშ ბალდარს უთქვამ, საწამლავს ხელს არ მოვკიდებ, არც არავის მოვაკიდებინება. რადგან მან უარი თქვა, ამიტომ ჩვენც უნდა დავნებდეთ? შენი კაცები ბევრ ფულს შეეჩვივნენ. თუ წყაროს გადაუკეტავ, აღარ იმუშავებენ. მეც ვიცი, მუშები ან უნდა ამუშაო, ან ფული უნდა გამოულიო. სავაშ ბალდარს დაახლოებით 10,000 მუშა ჰყავს. კარგად უნდა ვიანგარიშოთ. ეგეც მართალია. რა ჩაიფიქრე? საქმეში როგორ ჩართავ? ბევრის მცოდნე ბევრ შეცდომას უშვებსო. ბატონი სავაში ხომ თulis რომ ბევრი იცის. აუცილებლად დაუშვებს შეცდომას. მეც სწორედ მაშინ ვიმოქმედებ. კარგი, ღმერთ მაქნას. ძალიან კარგი შეხვედრა გქონდა. მეც ასე ვფიქრობ. დიახ. მობძანდით. წავედით. გმადლობთ. ძალიან სასიამოვნო იყო ქალბატონო იასემინ. ჩემთვისაც. დროებით.
Çok memnun oldum. ძალიან სასიამოვნო იყო. İyi günler. ნახვამდის, დროებით, ნახვამდის. İyi günler. ნახვამდის. Ağzını bıçak açma. ლაპარაკიც კი ვერ შეძლო. შენს დანახვაზე შოკში ჩავარდა. Bu işi aldık. გონი ეს საქმე ჩვენია. მეც ასე ვფიქრობ. ბალდერები კმაყოფილები იქნებიან. Çok iyi çalışma. ბევრი უნდა ვიმუშაოთ. Hadi ajan. სააგენტოში შევხვდებით. Yasemin. იასემინ, შეხვედრაზე საერთოდ არ გისაუბრია, რამე მოხდა? არა, არაფერი. გმადლობ, გემრიელად მიირთვით. გმადლობ. Yasemin ne იასემინი ძალიან მომხიბულელია. ლამაზი თვალები აქვს. შენს მოსვლამდე მხიარულად იყო. როგორც კი მოხვედი გაჩუმდა, ხმა აღარა მოუღია. ძალიან გაუკვირდა. იასემინს ბარმენი ვეგონე. უბრალო ბოდრუმელი ბიჭი ნადია. Hadi ya. მართლა? Bana bunu ჩემთვისე გარგი თქვამს. tamam. შეიძლება არ იცოდა ჰოლდინგის მფლობელი რომ იყავი, მაგრამ იმ ღამეს ბარმენი ვეგონე, მეც არაფერი მithქვამს. Melodram. ნამდვილი მელოდრამაა. Yeşilçam. იეშილ ჩამის ფილმს გავს. Bir dakika. ერთი წუთით. იასემინი გამოსცადე? გაინტერესებდა როგორ მოიქცეოდა, როცა გაიგებდა რომ მდიდარი იყავი? არა ძვირფასო. ამიტომ ალოდინე. შეხვედრაზე მოგვიანებით შემოხვედი. არა. კარგი რა. დაძაბული ვიყავი ნადია. ყალბი ურთიერთობა არ მჭირდება. ნამდვილი სიყვარული მინდა. მინდა იასემინს ჩემი ხასიათის გამო შეუყვარდე და არა ჩემი ქონების. Canımsın benim. კარგი ადამიანი ხარ. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს. Bize de bekliyor. ჩვენ ცველოდებით. ყველაფერი ღმერთის ნებაა. ნახვამდის, ნახვამდის, ნახვამდის. კარგად იყავით. ქალბატონის შახნურის დიდება დასრულდა. როგორც ჩანს, მის სიტყვას ფასი აღარ აქვს. რა ხდება? ასეთი სახე რატომ გაქვს? მოემზადე ფალა. სტამბოლში მივდივართ. რვა ოჯახის ქალბატონები მოვიპატიჟე, მაგრამ მხოლოდ 5 მოვიდა. ამ თეფშებს შეხედე, ხელი არავის უხლია. ადრე ჩემი თითის დაკნევაზე ყველა აქ ჩნდებოდა. ამ სახლში შემოსასვლელად რიგი დგებოდა. მგელი დაბერდა და ძაღლებმა მასკარადი მოაწყვეს. ამას ვერავიდან. არ შემიძლია. დაო დაწყნარდი და მშვიდდი. ახლა ყველა ჩვენზე ჭორაობს. მუშებიც აღარაფრად გვაგდებენ. ჩვენი დიდება წარსულში დარჩა. მოიცადეთ. ასე მარტივი ხომ არაა შაჰნურ ბალდარის უპატივცემულობა. რას ამბობ? ჩემი დრო წავიდა, ფალა. წავიდა. ჩემი დიდება წარსულს ჩაბარდა. სავაშის სიჯიუტის გამო პატივს აღარავინ მცემს. სტამბოლში დავბრუნდეთ. ახლა მხოლოდ სტამბოლში შემიძლია ვიცხოვრო. ანუ ლოგოს დიზაინით უნდა დავიწყოთ. ნულიდან, ბიჭო, ნულიდან. გასაღები გადმოგცეს. ახლა ჩვენი შესაძლებლობები უნდა ვაჩვენოთ. ვანახებთ, ამისთვის კი დრო გჭირდება. დრო არ გვაქვს, ალფაი.ახლავე უნდა დავიწყოთ.
კლიენტის წარმომადგენელი ვინ იქნება? რა თქმა უნდა, იასემინი. ბორა, გისმენ? სევგი, შეიძლება ვილაპარაკოთ. ბორა, სევგი, შეიძლება ვილაპარაკოთ? როგორი თავხედია? მე ამ საქმეში ვერ ჩავერავი. თქვენ მიხედეთ. იასემინე ეგ რას ნიშნავს? ღმერთო ჩემო, ხომ ამბობდი ნულიდან დაწყება ძალიან მიყვარსო, რა მოხდა? აზრი შეიცვალე? უფროსი არ მომეწონა. რამე გაქვს საწინააღმდეგო? კარგი, როგორც გინდა. იასემინ, რა მოხდა? არაფერი არ მომხდარა, სევგი. მოხდა. ნამდვილად რაღაც მოხდა. მონდომებული იყავი. მოულოდნელად სურვილი დავკარგე. ეს საქმე არ მინდა. ჩიფსების კომპანიას მივხედა. საყვარელო. ჩიფსის კომპანია დიდ დროს არ წაგართმევს. მითხარი სავაშ ბალდარს საიდან იცნობ? არ ვიცნობ. მაგრამ არ მომეწონა. ეს საკითხი დახურულია. რუია შეგიძლია მოხვიდე? ბალდარები არ მოეწონა. ვიცი რის მიღწევასაც ცდილობს. მაინც რის? ძალიან კარგად ვიცი, გათავხედებულია. მე არ გამიმხელ ბორა. ჩიფსების კომპანიიდან მოვიდნენ ბატონო ბორა. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობთ, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობთ. ქალბატონი იასემინი სად არის? ხომ არ გვეთამაშებით? რას ბრძანებთ ბატონო მეთინ? მაგას როგორ ვიკადრებთ? ბატონო მეთინ, როგორც იქნა გნახეთ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობთ. ბევრი გეძებეთ, ყველა სააგენტოში გიკითხეთ. საბოლოოდ თქვენს პოვნაზე ჯილდო დავაწესე. ან ქალბატონ იასემინს იპოვით, ან თანამშრომლობას შევწყვეთ მეთქი. მაინც ხომ გიპოვეს? საზღვარგარეთ ვიყავი. ახლა ხან დავბრუნდი. ეს ნაგავი გადავყაროთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ერთი წუთით. ჩემი მეგობრების გაკეთებულ საქმეზე ცუდს არავის ვათქმევინებ. ჩემი ბრალია წესიერად არ ამიხსნია. ყველა ძალიან ჭკვიანია. სარეკლამო საქმეში მათზე უკეთესს ვერავის იპოვით. რაც გვინდა იმას გააკეთებენ? რა თქმა უნდა, ეჭვი არ შეგებაროთ. წამოდით, დავიწყოთ. სავაშ? ალო, ჩიჩეკ. ამ საღამოს სასწავლებლიდან ეშრეფი წამოგიყვანს. მე ვერ მოვალ. სახლში ხომ მოხვალ? რა თქმა უნდა მოვალ, რატომ მკითხე? ისე, ინგლისურში მინდა რაღაც გკითხო. კარგი, მაგრამ დამაგვიანდება. არა უშავს, დაგელოდები. თუ გინდა დილით ვნახოთ, კარგად გამოიძინე. არა, დაგელოდები. კარგი, დროებით. შეგიძლია მომაწოდო? ეს დეიდა ნურიშია, 49 წლის, დიასახლისი. ამბობს ტელევიზორის ყურების დროს ყველაზე მეტად ერთ ჩიფსის ჭამა მეყვარსო. ეს კი იბოა, 35 წლის მშენებელი. ყველაზე კარგად აგურების დალაგება და ჩიფსების ჭამა გამომდისო. ეს კი ბიძია მეჰმუდია, 67 წლის პენსიონერი. ამბობს, ჩვენს დროს ერთ ჩიფსი რომ ყოფილიყო, რა კარგი იქნებოდაო. ჩემი მეგობრები ამ ფრაზებს უკეთ დაწერენ. მე უბრალოდ გიხსნით. მისმინეთ, ბატონო მეთინ. ეს ახალი სტილი არ არის, მაგრამ სწორი მიმართულებაა. ჩვენი სამიზნე ქვეყნის 80%-ია ის ადამიანები, რომლებიც ეკონომიას ეწევიან. მათ ხარისხიანი და იაფი ჩიფსების ჭამა უნდათ. იასემინი სრულიად განსხვავებულია. რას ბრძანებთ, ბატონო? ბატონო ბორა, ხელშეკრულება გაამზადეთ და გამომიგზავნეთ. ხვალ ხელს მოვაწერ. ქალბატონო იასემინ, თქვენი თახმფრთოვანებული ვარ. ეს მე არა, მათ გააკეთეს. გუნდს ძალიან კარგად ხელმძღვანელობთ. ბრავო. ნახვამდის.
პრეზენტაცია როდის მოგამზადებინათ? თვითონ მომზადა. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. რას ამბობ? ვის ატყუებთ? სიმართლეს ვამბობ. ხოლო დაფიშები მივეცი, სულ ეს არის. ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ხომ თქვა რომ პრეზენტაცია ჩვენ მოვამზადეთ. რას ნიშნავს მისი გუნდი? როდიდან გავხდით მისი გუნდის წევრები? აბა გაბედე და რამე თქვი, სამსახურიდან გაგიშვებენ. დროა აღიარო. ახლა სადავეები მის ხელშია. ამიერიდან ყველაფერი ისე იქნება, როგორც ის იტყვის. დროებით. ნახვამდის. ნახვამდის, კალბატონო თულაი. ნახვამდის ბატონო. ნახვამდის, კალბატონო იასემინ. იასემინ, შეუდარებელი იყავი. ამ საქმისთვის ხარ დაბადებული. კარგი რა. ბორა, გადავრჩით ხვდები? ო. სამაგიეროდ იასემინის ხაფანგში გავებით. რას გულისხმობ? ხომ გითხარი რაღაც ჩაიფიქრა მეთქი? რა ჩაიფიქრა? აი ეს, უფროსობა უნდა. იასემინი პროექტის პარტნიორობას არ დასჭირდება, სევგი. კომპანიის მეწილეობას მოინდომებს. ამიტომ თქვა ბალდარების საქმეს მე არ მივხედავ. მეწილეობა უნდა. რას ამბობ? აი ნახავ. პიციაფალა. მოდი საყვარელო ახდი. დედა, რა მოხდა? ორი კვირა აპირებდი დარჩენას. საშინლად ვიგრძენი თავი. როგორ დავრჩებოდი იქ? აბა შიგნით შევიდეთ. ასე სწრაფად რატომ დაბრუნდა? ჩვენს მხარეში ყველა ჩვენზე ჭორაობს, ნაზან. დედა შენი გაცოფებულია. ჩიჩეკის გამო არა? ვიძეის გოგო უკან დააბრუნეთ. თქვით რომ უნაყოფოა. ეგღა გვაკლდა. შენს რა უცნაური ხარ? ახლა ვერ მოვალ დედა, საქმე მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია სავაშ. გეუბნები ვერ მოვალ, საქმეები მაქვს. საქმე ოჯახზე მნიშვნელოვანია? ისევ იგივე უნდა მითხრა დედა, მოსმენა აღარ მინდა. კარგად ხარ? კარგად ვარჯე. ნუ ღალა, უკვე გამოვკეთდი. რომ გახველებს? რაღაც გადამცდა. ძვირფასო, ასე ნუ მანებივრებ. რატომ მიყვარხარ? ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ. რა თქმა უნდა, გაგანებივრებ. მე როგორ გაგანებივრო? მაგაზე შენი ფიქრე. თავი დაანებე ნადია, ყურადღებას ნუ მიაქცევ. სავაში ამბობს ჯემს ყურადღებას ნუ მიაქცევა. ბევრს ნუ ლაპარაკობს. თავს ნუ გადაიღლი. სახლში წადი და დაისვენე, კარგი? ღამე გამოგივლი. კარგი ძვირფასო. დროებით. ბარში წამოხვალ? არა, ბოლომდე არ გამოვჯამთელებულ ვარ. რა მოხდა? ჩაფიქრებული ჩან ხარ სავაში. იასემინზე ვფიქრობ. არ ვიცი მისი გული როგორ მოვიგო. მოიგებ. ეშმაკზე უფრო მოხერხებული ხარ. მარტივი არ იქნება, მაგრამ სავაში. იასემინის დანახვაზე რა იგრძენი? ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენს ფიქრებში ადამიანს გავაღმერთებთ, მაგრამ როცა პირისპირ ხვდებით, სიყვარული ქრება. ჩემი სიყვარული არ გამქრალა ნადია. პირიქით გაძლიერდა. უარესად გავხდი. შენი აზრით რატომ? არ ვიცი. სიყვარულს მიზეზი არ აქვს სავაში. სიყვარული ჯადოსნური ჯოხივითაა. ვინმე ამ ჯოხით თუ შეგვეხება, მაშინ ვეგვიყვარდება. სულ ეს არის. დანარჩენს ცხოვრება გვაჩვენებს. შენი აზრით გაგვიმართლა სიყვარული რომ გამოვცადეთ. იცი ერთმა პოეტმა რა თქვა? რა თქვა? შეყვარებულ ადამიანს მხოლოდ სიყვარული გააჩნია და პოვნაზე რთული დაკარგვაო. ღმერთო რა კარგად უთქვამს. ადექი, უკვე გვიანია, წავიდეთ.
ბარში მივდივართ? Mecbur. იძულებულები ვართ, ტრადიცია მოითხოვს. დარწმუნებული ხარ, რომ იასემინს კომპანიის მეწილეობა უნდა? Aç gözlü. სევგი ცოტა თვალი გაახილე. ცნობილი სააგენტო გვაქვს, ვის არ ენდომება. არ მგონია. თუმცა შესაძლებელია. ხალხს ვეღარ ვცნობ. Baldar. რატომ არ უნდა ბალდარების საქმის აღება? არ ვიცი, ვერც მე გავიგე. Fiyatını yükseltmek. ალბათ უნდა რომ ხელფასი გავუზარდოთ და ჟინებით ვთხოვოთ, ვეხვეწოთ. შეიძლება საბოლოოდ სააგენტოს მეწილეობაზე დაგვთანხმდეს. თუ ღმერთი გწამს ნოას ვეადებ. Sonunda. ჩვენი პარტნიორი გახდება. აინახავ. Ama dua ილოცე რომ აქედან არ გავყაროს. იმედი მაქვს. ufak ufak. ხალხნო ნელ-ნელა მოემზადეთ, ბარში მივდივართ. Yasemin. იასემინის წარმატება უნდა აღნიშნოთ. Stare. სითარე შენც მოდიხარ. გოგონებო თქვენც. მე მივდივარ. კარგი დრო გაატარეთ. სად? შენი წარმატების აღსანიშნავად მივდივართ. გმადლობთ, უჩემოდ აღნიშნეთ. რას ამბობ? ეს შენი ღამეა. კარგი, ამ ღამეს თქვენ გიწყვნით. ჩემს ნაცვლად ერთი ჭიქა დალიეთ. ნახვამდის. უნდა გამოიცვალო? არ ვიცი, ალბათ გამოვიცვლი. ჩიფსის რეკლამაზე დაიწყეთ მუშაობა. დიახ. ჩემს ოთახში შემოდი. შეგიძლია კომპიუტერში შეიტანო. ნახე. კარგი. გეგონა ვერ მივაგნებდი? ვერ გავიგე? არ გინდოდა იასემინი მენახა და არასწორი მისამართი მომეცი. გონია ამას შეგარჩენ? ქალბატონო სევგი, გამიგეთ. იასემინს ვერ ვიტან. ჩემი ყველაზე დიდი მეტოქია. ეს სააგენტო მისი წყალობით დგას ფეხზე. უნდა გამათავისუფლოთ? შენი აზრით არ დაიმსახურე? რა ვიცი, სულ იასემინი და იასემინი. ნერვები მეშლება. ვიეჭვიან. ქალბატონო სევგი, ერთი შანსიც მომეცით, გთხოვთ. რა შანსს მთხოვ? ფენჩის საღებავების კომპანიასთან მაქვს მოლაპარაკება. რომ ვერ მოიყვანო, მოვიყვან. ნახავთ. ერთ კვირას გაძლევ. ან კლიენტს მოიყვან, ან სამსახურის ძებნას დაიწყებ. ხუმრო? როგორც იქნა ისაუბრეთ? ასე პირისპირ. დღეს სარეკლამო სააგენტოს უფროსებთან ერთად ჰოლდინგში მოვიდა. მერე რაზე ისაუბრეთ? არაფერზე. ჩუმად იყო. რატომ? გონი ჩემს დანახვაზე შოკში ჩავარდა. რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა. ეს ხომ ბუნებრივია. მალე აქ მოვა. ვინ? კონკია. მისი სააგენტო სულ აქ იკრიბება ხოლმე. აი, მოსვლაც დაიწყეს. ეს გოგოც მათი თანამშრომელია. მე ბრანჭება. რას ამბობ? მოსწონ ხარ? შემაწუხა. მისმინე. მე გოგოს მხარეს წარმოვადგენ. შეცდომა არ დაუშვა. რას ამბობ? მაგას როგორ ვიზამ უფროსო? მაპატიე. იასემინი მალე მოვა? ჩემი აზრით მოვა. დაიცადე. მოდი ლეილა. ნახე. ხელი გაყავი. როგორ მოუხდა? ღმერთო, რა ლამაზია. რა ლამაზია, ძალიან უხდება. მომეცი ბებია აჭმევს პაპას. მე ვარ ბებია, რა გჭირს? როგორ მოშიებია. ძალიან გაიზარდა. მომავალ წელს უკვე გაივლის და ლაპარაკს დაიწყებს. მე ბებიას დამიძახებს. შენ ნურიშს. ლეილა, ერთ დღეს მამამისი რომ გამოჩნდეს. საიდან უნდა გამოჩნდეს, თუ ღმერთი გწამს. შეიძლება გამოჩნდეს, რა ვიცი, ცხოვრება არ იცი როგორია. იასემინმა მისი სახელიც არ იცის. არც იმ კაცს იცნობს. სად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს? მომეცი? გამომართვი. აჭამე.
იასემინ, შვილო, დედა, ძვირფასო. ჩემო ძვირფასო, როგორ ხარ? კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? ჩემი ბიჭი როგორაა? კარგად არის, კარგად. დეიდან ურიში ფაფას აჭმევს. ჭამე? აბა პირი გააღე? ჭამს? აბა რა ძალიან უყვარს ჭამა. ძალიან მენატრება დედა. დედობა ადვილი არ არის. ომერზე არ ინერვიულო შვილო. კარგად ვუვლით. ვიცი, შვიდად ვარ. დედა, აკოცე ომერს ჩემს მაგივრად. კარგი ვაკოცებ. ახლავე აკოცე რომ გავიგონო. დედა გკოცნის. კიდევ ერთხელ. კარგი ვაკოცებ. დედა ისევ დავრეკავ. ახლა საქმე მაქვს. დეიდან ურიშს მოკითხვა გადაეცი. არა, კონკია დღეს არ მოვა. ბიჭო, ჯერ მოიცადე. უფროსები არ მოსულან, მათთან ერთად მოვა. გაგვიმარჯოს. 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 სიყვარულმა სულ აგიბნია თავგზა, ვეღარ ჩერდები. ასეა. იცი ერთმა პოეტმა რა თქვა? რომელმა პოეტმა? ერთმა პოეტმა, სახელი არ ვიცი. რა თქვა? შეყვარებულ ადამიანს მხოლოდ სიყვარული გააჩნია და პოვნაზე რთული დაკარგვააო. ხმერთო. კიდევ ერთხელ გაიმეორე. შეყვარებულ ადამიანს მხოლოდ სიყვარული გააჩნია და პოვნაზე რთული დაკარგვააო. ალო? კარგი, კარგი. სად მიდიხარ? ასლან, მე ცოტა ხნით უნდა გავიდე. ჩემს დაბრუნებამდე აქაურობას მიხედე. ნუ ღელავ ჯემ. რადგან იასემინი არ გვთან ხვდება სავაშ ბალდარის წარმომადგენელი ვინ იქნება? არ ვიცი. აზრაზე რა სიტყვი? ჯილდოც ხომ არ გადავცეთ? არ უნდა რომ იასემინი გვეპოვა და არასწორი მისამართი მომცა. მაშინ რატომ არ ვაგდებთ? გავაგდებთ. როდის? ერთ კვირაში. ახლა რატომ არ ვათავისუფლებთ? მითხრა ფენჩის საღებავების კომპანიას მოვიყვანო. და მოიყვანს და გავათავისუფლებთ. რომ მოიყვანოს? მაინც გავათავისუფლებთ. როგორ მოვიქცეთ ახალი თანამშრომელი ავიყვანოთ? არ არის საჭირო, მე მივხედავ. შენ? რატომ გაგიკვირდა? სანამ უფროსი გავხდებოდი, რაზე ვმუშაობდი? მართალი ხარ. უფროსობა ისე მოგიხდა, რომ სულ დამავიწყდა თავიდან რას საქმიანობდი. მოვდივარ. კეთილი იყო შენი მასლა. საყვარელო. გმადლობ, მაგრამ არც კი გიკითხავს ისე გააღე კარი. ეს რა არის? ძალიან უხარისხოა. რა სისულელია ჯემ? ფოლადის კარია. რა მოიტანა? ვახშამი უნდა მოგიმზადო. არ მითხრა რომ არ გშია. როგორ მშია? ერთი პორტოხალი მაქვს ნაჭამი. ჩემო საყვარელო, კარგია რომ მოხვედი. ისეთ კერძს მოგიმზადებ, თითებს ჩაიგვნეთ. არაჩვეულებრივ კერძებს ვამზადებ. ძალიან მიხარია. მე საშინელი გამომდის.
მეორე სანამ არ იკითხავ ვინ არის, კარი არ გააყო, კარგი? კარი კარგად გქონდეს ჩაკეტილი. ნუ აზვიადებ ჯემ. სტამბოლში ცხოვრობ, ნადია. შენზე ვღელა. ასე ძალიან გიყვარვარ. რა თქმა უნდა. იცი ერთმა პოეტმა რა თქვა? პოეტმა? რა თქვა? შეყვარებულს მხოლოდ სიყვარული გააჩნია. არა. შეყვარებულს ძებნა. არა, როგორ იყო? დამავიწყდა. რა კარგი იყო, ნადია. რამდენჯერ გავიმეორე, რომ შენთვის მეთქვა. შეყვარებულ ადამიანს მხოლოდ სიყვარული გააჩნია და პოვნაზე რთული დაკარგვაა. შენ საიდან იცი? ჯემალ სურეიას ლექცია. გაგრძელება როგორ არის? თვალწინ მიდგას შენი სახე. ვერ ვივიწყებ შენს თვალებს. შენს ნათელ შუბლს. მერე? სიყვარულით სავსედ უჩებს. გამარჯობა. გამარჯობა. მე შენ არ გიცნობ. არასოდეს შევხვედრივართ. და ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. არ მინდა შენი ნახვა. სხვა სააგენტო იპოვე და მე თავი დამანებე, კარგი? სულ ესაა? სულ ესაა. ახლა კი ჩემი ყელსაბამი დამიბრუნე. მე შენ გიპოვე. ისეთი ლამაზი იყავი, რომ გონება დამებინდა. არც ერთი წუთით არ დამვიწყები ხარ. ყველგან გეძებდი. როგორც იქნა გიპოვე. და შენს დაკარგვას აღარ ვაპირებ. სულტყუილად. შენზე უარს არ ვიტყვი, იასემინ. მე ის ღამე დავივიწყე. მეხსიერებიდან წავშალე. შენც დაგივიწყე. შეიგნე. მაგრამ მე არ დამვიწყები ხარ. და არც მეხსიერებიდან არ წამიშლი ხარ. არც წავშლი. ვერ შევძლებ შენს დავიწყებას. ეს შენც უნდა გესმოდეს. არა. ყელსაბამი დამიბრუნე და ნუ ეცდები ჩემთან შეხვედრას. მომეცი. არ მოგცემ. მომეცი. არ შემიძლია. შენ ჩემი ანგელოზი ხარ. მე ძალიან მომთმენი ადამიანი ვარ, იასემინ. მე შენ დაგივიწყე. და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.
ჩიჩეკ, ჯერ არ გძინავს? არა, შენ გელოდებოდი. ინგლისურში შენი დახმარება მჭირდება. ხვალდილით ვილაპარაკოთ. გთხოვ, დღეს ძალიან დავიღალე. უნდა დავიძინო, ცილილებისა. ციlinebisa. Bir ben miyim perişan gecenin karanlığında yosun tuttu gözlerim yalnızlar rıhtımında bir ben miyim perişan gecenin karanlığında yosun tuttu gözlerim yalnızlar rıhtımında bütün gece ağladım dalgalar kucağımda yosun tuttu gözlerim yalnızlar rıhtımında bütün gece ağladım dalgalar kucağımda yosun tuttu gözlerim yalnızlar rıhtımında bir beni mi unuttular uçup gitti martılar geceler ben ve deniz yalnızlar rıhtımında bir beni mi unuttular uçup gitti martılar geceler ben ve deniz yalnızlar rıhtımında. Anne, დედა, niye bu kadar... რატომ ადექი ასე ადრე? Neyin var senin? რა გჭირს? არაფერი. უბრალოდ მინდა მოვკვდე და ამ ყველაფრისგან გავთავისუფლდე. Ne biçim konu? დედა, ამას როგორ ლაპარაკობ? დავბერდი. მასკარო ადრინდელივით უკვე აღარაფერია. öz oğlu საკუთარი შვილიც კი არ მეჯერებს. saymıyor. Yapma anneciğim. ასე ნუ ამბობ, დედა. Sen benim ხომ იცი რომ შენი სიტყვა ჩემთვის კანონია. Taşlı ჩემი სიტყვები არაფერს აღარ ნიშნავს. Hadi anne. მიდი შვილო, წესიერად ჭამე. დროზე. დროზე. bitirecek anne. ყველაფერს შეჟამს, ხომ ასეა? ჰა. ჩაი კიდევ დაგისხათ? Yok annem. არა, ენდამ, მეჩქარება. Abla, დაო, ხო, uğrasana yine. დღეს ოფისში მოდი. Olur. კარგი, მოვალ. რძალო ჩიჩეკ, რა ლამაზი ხარ. ასე არ ჯობია, თორემ სულ შარვლებით დადიხარ. ჩიჩეკ, დილამშვიდობისა. ინგლისურთან დაკავშირებით კითხვები მეილზე გამომიგზავნე. ახლა არ შემიძლია. მოდი გზაში გკითხავ. შენ ეშრეფი წაგიყვან სამსახურში მაგვიანდება. მეილზე გამომიგზავნე, ნახვამდის. წარმატებას გისურვებ. Gel ჩიჩიკ, დაჯექი ჩაის დაგისხამ.
დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. Geldi yine okul saati. დროებით სკოლაში მაგვიანდება, წავედი. მასწავლებლებს მოусმინე. Hayırdır? რა ხდება, ჩიჩეკ? Kendini ვის გინდა უნივერსიტეტში თავი მოაწონო? bu kız başı ამ გოგომ რამე საშინელება არ ჩაიდინოს. ნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. ბარან, ბოლომდე შეჭამე. doktora ექიმთან დაგვაგვიანდება შვილო. მიდი რძედალიე. niye ეს კაბარატომ გაიხადე. ne kadar ძალიან გიხდებოდა. yemeyeceğim. აღარ ჩავიცვამ. Çiçek kurban olayım. ჩიჩეკ, გთხოვ, ეს შეიცვი. ლამაზი კაბაა. არა, Sen Nazlı ქალბატონი ნაზანის სიტყვებზე ბრაზობ? bakma. ნუ უსმენ. Kıskanıyorsun. უბრალოდ შურს შენ რომ სწავლობ და ასეთი ძლიერი ხარ. ნუ ღარ მოусმენ. Onunla მისმინე, სავარს არ მოვწონვა რენდამ. ვერც კი შემამჩნია. უნივერსიტეტშიც აღარ დავყავარ. gözüm ძვირფასო. ama ესე იგი ბატონზე ბრაზობ? Alo. ალო, Yasemin. იასემინ, Merhaba. გამარჯობა. Merhaba. Nasıl? გამარჯობა, როგორ ხარ? Buyurun size გისმენთ რით დაგეხმაროთ? Yasemin Bey. იასემინ, გთხოვ ასე ნუ მელაპარაკები. Bugün bana biraz შეგიძლია დღეს დრო დამითმო. ბატონო სავაშ ჯობს სამსახურის თაობაზე ქალბატონ სევგის დაურეკოთ. მე ვერ მოგეხმარებით. ben hiç konuş. სამსახურზე არ მინდა ლაპარაკი. o zaman konu. მაშინ სალაპარაკო არაფერი გვაქვს. Bence çok მე ასე არ ვფიქრობ. გთხოვთ, არ მინდა თქვენთან ლაპარაკი. kolyeni ნუ gel. თუ არ გინდა შენი ყელსაბამი დაგიბრუნა. ხომ არ გინდოდა მოცემა? İyi miymiş rahat? სტამბოლში სამსახური მოსწონს? İyiymiş çok şükür. მადლობა ღმერთს. Dayalı döşeli bir ev verdi. კარგი სახლი უკირავეს, კარგი მანქანა მისცეს, პროექტის ხელმძღვანელად დანიშნეს. ეს რას ნიშნავს? Bilmem kaç როგორც ჩანს, რამდენიმე მილიონი დოლარის სამუშაოა. ortak yapmış. წილსაც მისცემენ. 1 milyon. უთხრეს რომ 1 მილიონი დოლარი მისი იქნება. რას ამბობ, მართლა ამდენს გამოიმუშავებს? არა, იმ თანხას გადასახადებსა და სხვა ხარჯებს გამოაკლებენ. მაგრამ ცოტა არ დარჩება. მითხრა სადღაც 200-300.000-იო. ყოჩახ თვალი არ ეცეს. Ya Rabbim. ღმერთო, მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყოს. Para da her şey. ფული არ არის ბედნიერება, ნორიშ. Birlikte თავარია რომ წესიერ ხალხთან იმუშაოს. Ahmet'le ama მაგრამ, mecburuz. სხვა გზა არ აქვს. Benim emekli maaşımla ჩემი პენსია არაფერს არ ყოფნის. იასემინ მაშვილის მომავალზე უნდა იფიქროს. Allah ღმერთო დამეხმარე. ne yapmam? მირჩიე რა გავაკეთო. Yasemin abi. იასემინი ჭკვიანი გოგო. Her şeyi. ყველაფერს მოაგვარებს, არ ინერვიულო. Ah. Yasemin. იასემინი რეკავს.
მართლა? იასემინ, შვილა, დედა რეკავს. Nasılsın anne? როგორ ხარ დედა? კარგად შვილა. ჩემთან დეიდა ნურიშია. საუბრობთ. Ha Nur. დეიდა ნურიში ჩვენთანაა? İyi iyi. კარგი. ომერი კარგად არის? ხო, კარგადაა. იასემინ, რამე მოხდა? უცნაური ხმა გაქვს. Yo. არა, არაფერი, კარგად ვარ. უბრალოდ თქვენი ხმის გაგონება მინდოდა. Bir de şurası. აქაც მოაწერეთ ხელი. Bu kadar. სულ ეს იყო, გმადლობთ. Dila, დილა, ისმენთ? Gökhan'ın durumu. გოგხანზე რას ფიქრობ? რას გულისხმობთ? Yani ანუ, sadakat meselesi. რამდენად სანდო და ერთგულია ჩვენი და კომპანიის. Sen bizden mi? შენი აზრი მაინტერესებს. ბიძია ფალასთან კარგი ურთიერთობა აქვს. Anladım sağ ol. გასაგებია, გმადლობ. ბიძია, Baran, ბარან, საყვარელო, ne haber? როგორ ხარ? როგორ ხარ დილა? არა მიშავს ქალბატონო ნაზან. მუშაობ. Göz doktoruna git. თვალის ექიმთან მყავდა გამოკვლევაზე. მერე დაიჟინა ბიძიასთან წავიდეთო და მოვედით. İyi yapmışsın. კარგად მოქცეულ ხართ. დედა, შეიძლება დეიდა დილას კაბინეტში შევიდე? დეიდა დილას ალბათ საქმეები აქვს, ხელს ნუ შეუშლი. Bırak gitsin. არა უშავს, წავიდეს, მიდი. წამოდი ბარან. კარგი წადი. წვენი გინდა? მინდა. Otursana. დაჯექი. Hoş geldin. მიხარია შენი ნახვა. გმადლობ. როგორ ხარ? ჩიჩეკ, ჩიჩეკ, Vay süper oldu. რა კარგად გამოიყურები. სერიოზულად? Beğendin? მართლა მოგწონს? ძალიან, მაგრამ შარვალიც კი ხდება. ვეთანხმები, მაგრამ ასეც ლამაზია. გმადლობ. ჩიჩეკ, Ne oluyor anlayalım. რა ხდება არ გინდა გამანდო? არაფერი არ ხდება. კარგი. კარგი, წავედით. Abla, ნაზან, sana bir araba alalım. იქნებ მანქანა ვიყიდოთ. მანქანა? მანქანები ხომ მყავს? ეგ სხვა. Ben ehliyet aldım. მართვის მოწმობა აიღე და მანქანა იყიდე. Çıkarsın da. მერე სადაც გინდა იქივლი, მეგობრებიც გაიჩინე. რას ამბობ? ჩემს ნებაზე ვერ გავერთობი. სხვანაირად ვარ გაზრდილი. ეგ ჩიჩეკის საქმეა. იცი ამ ბოლო დროს ძალიან იპრანჭება. Ne var bu? მერე რა მოხდა? მგონი ცდილობს ვიღაცას თავი მოაწონოს. Uğraşma. თავი დაანებე იმ საბრალოს. ჩიჩეკია საბრალო? Abla çiçek. დაო ჩიჩეკს შეეშვი და შენს თავს მიხედე. Yazık değil mi sana? საკუთარი თავი არ გებრალება. Hayatın bitti. ისე იქცევი თითქოს შენი ცხოვრება დამთავრდა. არ დამთავრებულა? Niye biz? რას ამბობ? Gencecik kadın. ჯერ ახალგაზრდა ხარ, ლამაზი. ჭორაობას დაიწყებენ სავაში, არ შემიძლია. თან დედა, Söz edin. ვერ გაგიბედავს, თორემ ჩემთან ექნება საქმე, გასაგებია? Anneme karşı. როგორც ჩიჩეკს ვიცავ, შენც ისე დაგიცავ დედასგან. გოგხან, როგორ არის დაფინანსების საქმე? ველოდებით ბატონო ფალა, კიდევ ორი საბუთი გვჭირდება. როგორც კი მოვაგვარებთ, კრედიტსაც დაგვიმტკიცებენ. რა მოხდება, რომ ვერ მოვაგვაროთ? საბუთებს დიდ ყურადღებას აქცევენ ბატონო ფალა, სხვანაირად პრობლემები შეგვექმნება. გოგხან, ეს სახელმწიფო კრედიტი არ მომწონს. ეს როგორ? თქვენი აზრით კარგი იქნებოდა, რომ გეუბნები არ მომწონს მეთქი გოგხან. მართალი ხართ. მეც ვფიქრობ, რომ ახლა სახელმწიფოსთან მუშაობის დრო არ არის. ო, ასეა. მიხვდი, რასაც გულისხმობდი, საბუთებს მიხედე და არ დაგავიწყდეს, რომ მე მაჩვენო, კარგი? არ ინერვიულოთ. Tamam mı? თანახმა ხარ? Anlaştık. შევთანხმდით? Kendini eve kapat. სახლში ნუ ჩაიკეტები. En azından. შეგიძლია აქ იარო. Buraya gel. აქ რა უნდა გავაკეთო? Buluruz bir şey. რაღაცას მოვიფიქრებთ. ბატონო სავაშ, თქვენთან სტუმრები მოვიდნენ. გამარჯობა. გთხოვთ? Buyurun hoş. გამარჯობა, მიხარია თქვენი ნახვა. იმედია ხელი არ შეგიშალით. არა, რას ამბობთ? გამარჯობა.
Ablam Nazan. ჩემი და ნაზანი, ბატონი ბორა, ქალბატონი სევგი. Sevgi. გამარჯობა. 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 რეკლამასთან დაკავშირებით მოვიდნენ. ქალბატონო ნაზან ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც. და როდის წავალთ? Bu da yeni. ეს ჩემი შვილია. ბარანი. გამარჯობა ბარან. ღმერთმა დაგლოცოს, რა კარგი ბიჭი ხარ. ჩვენი წასვლის დროა სავაში. Olur. კარგი. მძღოლი წაგიყვანთ. კარგი. Hadi gel. წამოდი. მიდი ბარან. ნახვამდის. 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 Hadi o zaman. მოდით სხდომათა დარბაზში შევიდეთ. Kilo nedir? დერია. რა ხდება? Ayacips filmi için ერთ ჩიფსის სარეკლამო კლიპისთვის კასტინგს ვაწყობთ. საცდელი გადაღება გვაქვს. Alpay ალფაი, biraz odama შეგიძლია ჩემს კაბინეტში შემოხვიდე? რა თქმა უნდა. Başka bir işle ilgisi var mı? Abi kadın ხომ ხედავ უფროსი ვით იქცევა. რა გაეწყობა, უფროსია. ne oldu biz? რა ხდება, პრობლემებია? Alpay ალფაი, შეგიძლია ეს ნახო? როგორ გგონია ამ გოგონებს და ამ ხალხს შორის რამე კავშირი არის? Ya ben de ამ თემაზე მეც მინდოდა შენთან დალაპარაკება. ვფიქრობ რეკლამაში ლამაზი მოდელები გჭირდება. Niye? რატომ? უბრალოდ ლამაზ გოგონებზე უარის თქმა არ შეიძლება. Bak Alpay. მისმინე ალფაი. ჩიფსებს მარტო ლამაზი გოგონები კი არა, ჩვეულებრივი ხალხიც მიირთმევს. ლამაზ გოგონებს ისედაც აჩვენებენ რეკლამებში. ასე არ არის? Öyle değil mi? evet ya. ო, ასეა, მართალი ხარ. Bizim bakış ჩვენ სულ სხვა ხედვა გვაქვს. Doğru. მართალია. დერიას ვეტყვი და კასტინგის ხალხს დაელაპარაკება. çok iyi oldu. ძალიან კარგი. Kolay gelsin. წარმატებებს გისურვებ. ჩვენც. ეს ძალიან ძველი სტილია, ვიტყოდი მოყვარულის ნახატი. არ გამოგვედგება. Evet. დიახ, 70-იან წლებს მახსენებს. ახლა სხვა დროა. Evet. ხო, ახალი ლოგო გჭირდება, რომელიც საინტერესო იქნება და მომხმარებელს მიიზიდავს. Aslında bu ჯობდა ეს თქვენი დიზაინერისთვის აგვეხსნა. Tabii. რა თქმა უნდა, როგორც კი ხელშეკრულებას მოვაწერთ, ხელს პირველივე სხდომაზე მოვიწვევთ. Müşteri სად არის კლიენტის წარმომადგენელი? Burada. აქ ვარ. ben Yasemin Hanım'a. მე ქალბატონი იასემინი ვიგულისხმე. Sanırım ama ნამოწყენინებთ ბატონო სავაში. Ajans orada. მართალია, სევგის ააგენტოს მეწილია, მაგრამ ასეთ საქმეებში დიდი გამოცდილება აქვს. Ondan eminim. ეჭვიც არ მეპარება. Siz devam edin. თქვენ გააგრძელეთ. Yasemin Hanım. ხელშეკრულებას იმ თათბირზე მოვაწერთ ხელს, რომელსაც ქალბატონი იასემინი დაესწრება. Yasemin yok. თქვა იასემინის გარეშე ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერო. ნამდვილად მოსწონს იასემინი, ნამდვილად. ne alakası var? ეგ რა შუაშია ბორა? ერთხელ ნახეს ერთმანეთი. Niye Yasemin? მაშინ რატომ ითხოვს მაინც და მაინც იასემინს? Ne bileyim არ ვიცი. araştırmış. იქნებ გაიგო, რომ იასემინის ნაირი პროფესიონალი სხვა არავინ არ არის. Ya რა სისულელეა, თუ ღმერთი გწამს. ვინ იძლევა ამ სფეროში ასეთ რეკომენდაციებს? Ne yapacak? რა გავაკეთოთ? dediğimi რაც გითხარი. Nasıl yani? როგორ? Ajans. გინდა სააგენტოს მეწილეობა შევთავაზოთ? ya yok. არა, ეს უკვე ზედმეტია. ამ პროექტში დიდი წილი შევთავაზოთ. მორჩა, Var mı bak? სხვა შანსი გვაქვს? Yok hak. არა მართალი ხარ. Hayret bir şey. ეს რა ხდება, ყველას მასთან უნდა მუშაობა. პროექტს კი არა, მალე მთელ სააგენტოს მიისაკუთრებს. Ne bu? ეს რა არის? Çay. ჩაი? Bunlar ne? აბა ეს რა არის? Aa. Dalmış. ვერ შევამჩნიე. Nazan. ნაზან, კარგად ხარ? Nasıl? რატომ მეკითხები? Aklın nerede? რაზე ფიქრობ შველოდ? Aklın. რაზე? 2 kere çay koy. ჩაი ორჯერ დაგვისხი. Bir şeyim yok. არაფერზე არ ვფიქრობ.
Savaş. იცი, სავაშმა მითხრა სახლში ნუ გამოიკეტები კომპანიაში დაიწყე მუშაობაო. Öyle aklıma. ხო და მის სიტყვებზე ვფიქრობდი. Ne var? რა მოხდა? რატომ იცინი, დედა? Saçma sapan რა სისულელეს ამბობ, რა სამსახური? çalışması. Para ფული თუ გჭირდება, გთხოვე. bir boy. ახლა ეს რა გვაკლდა? კარგი რა, სავაშ, კარგი რა. Parayı. რა შუაშია ფული? Çiçeğin parayı. ჩიჩეკს ფული სჭირდება, მასწავლებლობა რომ უნდა. კარგი, მე მივდივარ. Hayrola? ასეთ დროს Erken çık. დღეს ადრე უნდა წავიდე. იასემინ იქნებ ბალდარებთან დაკავშირებული საქმე განვიხილოთ და მერე წახვიდე. Konunun bir ეს საქმე მე არ მეხება. თქვენი ლაპარაკეთ. მაგრამ სავაშ ბალდარს შენ უნდიხარ. beni herkes. მე ყველას ვუნდივარ, ბორა. Hadi hoşça kalın. კარგი, შეხვედრამდე. Ya dur bir. 5 წუთი დარჩი ვილაპარაკოთ. Acelem. მეჩქარება, ნახვამდის. ნახვამდის, ნახვამდის. ნახვამდის. Ödemem lazım. უნდა გადავუხადო. თორემ ყველაფერს წამართმევენ, ფული მჭირდება. კარგი, მოგცემ. Minik panda. მაგრამ ჩვენი მსუქანა უნდა დაგთანხმდეს. ამ საღამოს დამთანხმდება აზრა. ხომ იცი, ჩემ გამო ყველაფერს გააკეთებს. მომეცი, დრო 1 საათი მაქვს. თორემ ბანკი დაიკეტება. Tamam. კარგი, კარგი. ლამაზი გამოვიდა. Ne zaman? როდი შეძლებ ვალის დაბრუნებას? Yarısına. ნახევარს დასაწყისში, დანარჩენ შემდეგ თვეში გაწყობს. Al bakalım. გამომართვი. Senet imza. თუ გინდა ხელწერილს დავწერ. O kadar da. არ არის საჭირო. იმედია არ მომატყუებ. რას ამბობ, როდის მომიტყუები ხარ? Evet çok. ხო, ძალიან კარგია. Hoş geldin. გამარჯობა. Otursana. დაჯექი. Geldiğin için. გმადლობ რომ მოხვედი. Rica ederim. არაფერს. ცოტა დრო მაქვს. Ne içersin? რას დალევ? Hiçbir şey. არაფერს. Kolyemi al. ჩემს ყელსაბამს დამიბრუნებ. Bu kolye neden? რატომ არის ეს ყელსაბამი ასეთი ძვირფასი? Çünkü babamın. იმიტომ რომ მამა ჩემის ნაჩუქარია. Yasemin. იასემინ, Ben senin aşkın. მინდა რომ შემიყვარ. Benim için. ჩემს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა, რომ ამ ტკივილს ვერ დავივიწყებ. Boşuna. ტყუილად ნუცდილობ. Bu ateş. ეს ტკივილი იყო ჩვენი შეხვედრის მიზეზი ბოდრუმში, არა? Söyle. მითხარი, Neydi senin? ასეთი რა მოხდა? Seni tanım. გინდა გაიგო უცხო ადამიანთან რატომ დავწექი, არა? Seni bana getir. მე ჩვენი შეხვედრის მიზეზზე გელაპარაკები. Sırtımdan. მომატყუეს და მიღალატეს. İhanet. ცხოვრება დამინგრიეს. Sebep. ესაა მიზეზი. Anladım. გასაგებია. Birini sev. შენ შეგიყვარდა, მან კი მოგატყუა და გიღალატა. Aşka inanmıyorum. სიყვარულის აღარ მჯერა. Ama ben o bir... მაგრამ მე მისნაირი არ ვარ, იასემინ. Daha o gece. Bodrum. იმ ღამეს ბოდრუმში მივხვდი, რომ ძალიან გაწყენინეს. Yaralanmış olduğunu anlamıştım. Ben
Sırtımda. ერთხელ უკვე მიღალატეს. Artık kimse. უკვე ვეღარავის ვენდობი. Güven. Mende. Bana güven. Me Mende. Ben o günden beri იმ დღიდან სულ გეძებდი. sana aşık olmadım. რომ არ მიყვარდე შენს ხელსაბამს, რატომ შევინახავდი? Bu kadar. Bana nasıl? როგორ შეიძლებოდა შეყვარებოდი? Yani საერთოდ არ მიცნობ. İnsan tabii. შეყვარება გაცნობით არ ხდება. İnsan önce aşık. ხალი ჯერ გიყვარდება. მერე კი კარგად გაიცნობ. Ben sana მე aşık. შენ შემიყვარდი. Şimdi de tanı. ახლა მინდა რომ გაგიცნო. ben aşk. სიყვარულის არ მჯერა სავაში. Başka მეც ვერაფერს გეტყვი. Kolyen. შენი ხელსაბამი. niye paket? რატომ შეფუთე? Açsana. გახსენი. Bu benim. ეს ჩემი ანგელოზი არ არის. Evet. ხო, Bu benim. ეს ჩემი ანგელოზია. შენთვის. Bunu kabul edeceğimi გგონია გამოგართმევ? ben kendim. მე ჩემი ანგელოზი მინდა. O benim. შენი ანგელოზი ჩემთვის თილისმად იქცა იასემინ. Veremem. ვერ დაგიბრუნებ. İyisi. კარგი, შენი იყოს. Ben babam. მამა ჩემი ისედაც სულ მახსოვს. Nasıl olsa. Dilerim იმედია ის თილისმა ბედნიერებას მოგიტანს. iyi akşam. ღამე მშვიდობისა. Ilındı mı? გაცივდა? ჯერ არა, მალე გაცივდება. საღამო მშვიდობისა. იასემინ. Ver. მომეცით, მომეცით. Oy შვილო, canım ჩემო ძვირფასო, bir tane. ჩემო ერთადერთო, Anasının kuzusu. დედას ბიჭო. რეკლამაზე ფიქრი ადრე არ არის დერია. პირიქით დავაგვიანეთ. დანარჩენმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს ვიდეო ორგოლზე მუშაობა. ერთ თვეში თქვენი კონკურენტები ეთერში გაუშვებენ. თქვენთვის ვერ მოიცლიან ბეჩეთ. მე არ მითხრათ რომ არ გაგაფრთხილეთ. კიდევ გაიმეორე. რა გავიმეორო? მითხარი ბექჩეთკო. ბეჩეთ. აბა, როგორი რეკლამა გვექნება? კმაყოფილი იქნები. მეც არაფერს გეტყვი. შემოსავალი გაგიორ მაგდება. მოდით მომავალ კვირას თქვენ სააგენტოში შევხვდეთ, დეტალებზე შევთანხმდეთ. სერიოზულად? ჩემი სიტყვა კანონია ლამაზო. რა თქმა უნდა, სერიოზულად. არის. Hafta sonu უქმე დღეებში გელოდებოდით. oğlumun ისე მომენატრა ჩემი შვილი რომ ვერ მოვითმინე. თვითმფრინავში ჩავჯექი და ჩემოვედი. hadi ben gideyim. კარგი, მე წავალ მარტო დაგტოვებთ. Aa, სანამ არ ვივახშმებთ, არ გაგიშვებ. დაჯექი. ახლა ვეგავშლი სუფრას. კარგი. Eski ადრე სხვადასხვა სიზმარს ვნახულობდი. görmüyor ახლა სიზმრები აღარ გესიზმრება? görüyorum მე სიზმრება, ama მაგრამ მხოლოდ ომერი. ne oldu? რა მოხდა? Ne oldu? რა გინდა? Tamam Allah. აი, დალია. Doy. აღარ გინდა? Sağ ol. Hadi iyi geceler. ძილინებისა.
როგორ? სახლში არ დამპატიჟებ? არა, მშვენიერი საღამო იყო, მაგრამ მამით მორჩა. Ne yapıyorsun? რასაკეთებ? მე ასე უბრალოდ არ ვნებდები, დერია. ხელი გამიშვი, არ მომეკარო. არ გესმის რას გეუბნები? ძვირფასო, მე ვერ მომატყუებ. გინდა თავიდან მომიცილო? წადი მეთქი. კარგი, თუ გინდა ფულს გადაგიხდი. მითხარი, რამდენი გინდა? რა ფული? მე კახპაკი არ ვარ. არ ხარ? კახპასავით კი იქცევი. მომშორდი, თორემ ვიყურებ. დერია, შემიძლია ცხოვრება გაგიმწარო. მე შემიძლია. დაფიქრდი რა მოხდება, როცა შენი ცოლი გაიგებს. რის მიღწევას ცდილობ? გონია ისე უბრალოდ მოვალ შენ სააგენტოში? თუ ასე არანაირი ხელშეკრულება არ იქნება. როგორ შემაშინე? ხელშეკრულება საერთოდ არ მაღელვებს. ეს აზრას პრობლემაა, გესმის? ჩიჩეკ, ბოდიშს გიხდი. რისთვის? დრო ვერ გამოვნახე, რომ ინგლისურ ენაში დაგხმარებოდი. არა უშავს. მოდი ახლა ვიმეცადინოთ. არა, აღარ არის საჭირო. მეგობრებს ვკითხე და ამიხსნეს. კარგი. მაშინ აღარ მოგაცდენ, იმეცადინე. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. ხო მართლა. ამ დილი ძალიან ლამაზი იყავი. ყოველთვის ასე ჩაიცვი. ძილინებისა. ძილინებისა. შველო, ამის გამოყენებას შევძლებთ? მე ხომ კომპიუტერის არაფერი გამიგება. რა თქმა უნდა შეძლებ დედა. ახლა გაჩვენებ როგორ უნდა ჩართო. ლეილა, მე ვიცი როგორ უნდა. მონერვიულობ. აი შეხედე? ანუ როცა მოგვინდება ერთმანეთს დავინახავთ? ხო, ნებისმიერ დროს. ნებისმიერ დროს შემეძლება ჩემი შვილის დანახვა. აბა შეხედე? ეს დედა შენია, შეხედე? შვილო ხელი დამიქნია? დავძახე დედა. დავქნია ხელი. მიდი შვილო. იასემინ. გაიღვიძა შველო, თვითმფრინავზე დაგაგვიანდება. იასემინ. ძვირფასო ადექი. ადექი. კარგი ბეჭეთ, გადავცემ. მეც გკოცნი დროებით. ბეჭეთმა მოკითხვა გადმოგცა. გმადლობ. აბა რა ხდება? ღამე როგორ გაატარეთ? მეგობრის გამო რას არ გააკეთებს ადამიანი? არა, ალფაი? ვერ ვიჯერებ. ნუ თუ მასთან მართლა იცექი. სერიოზულად ამბობ? ხომ არ გაგიჟდი, როგორ დავწებოდი? უბრალოდ ვეთამაშები. თავარია ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. ყოჩა, ვამაყობ შენით. ნამდვილი მეგობარი ხარ. ტაქსი გელოდება.
როგორც კი სტამბოლში ჩაფრინდებით ამერიკე. Gargi. არ მანერვიულო, გთხოვ. Tavs გაუფრთხილდი. Hoppa. Yasemin. Yasemin. Bir şey mi oldu? რამე რაღაც ინფორმაცია უკვე მივაწოდე. რა თქმა უნდა, კიდევ ვეცდები. ძალიან კარგი ქალბატონო სევგი. ჩვენ სოფიში შევხვდეთ თუ თქვენთან მოვიდეთ. იასემინზე გკითხე. ჩვენთან მოვიდნენ. Siz bize gelin. ძალიან გაგვიხარდება ჩვენთან თუ მოხვალთ. Tamam. Კარგი. ჩვენს გვიხარია რომ ქალბატონი იასემინიც დაითანხმეთ. Ettin. ხომ დაითანხმეთ? უთხარი კითხო. Halledeceğiz. ამ საკითხს მოვაგვარებთ, არ ინერვიულოთ. Yo. არა, ვერ გაიგეთ. თუ ქალბატონი იასემინი არ იქნება, თათბირი არ ჩატარდება. Günaydın. დილამშვიდობისა, მეგობრებო. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. Kahveni. ყავა მოგიტანეთ. Sağ olsun. გმადლობ სითარე. Bunlar da და თქვენი წერილები. Ya ne bu? ამდენი რატომ არის? Yasemin Hanım. ქალბატონო იასემინ შესაძლებლობა არ მქონდა მეთქვა. Döndüğünü. მიხარია თქვენი დაბრუნება. Sağ olun. გმადლობ სითარე. ადრე უბრალოდ იასემის მეძახდი. რა შეიცვალა? O eskiden. ეს ადრე იყო. ახლა ქალბატონი იასემინი ხართ. იასემინ ცოტა დრო გაქვს? შეიძლება ვილაპარაკოთ. Baldarlar. ისევ ბალდარების საქმეზე? არა, არა. Bu akşam საღამოს წვეულებას ვაწყობ, მინდა შენს დაგპატიჟო. gel diyecektim. Lütfen. ხო, მოდი. ბარანი არ არის? Erken უკვე ჭამაბიძია. ზევით მუსტაფასთან თამაშობს. Hadi afiyet. გემრიელად მიირთვით. Savaşken. სავაში არ ივახშმებს? არა. საქმეები აქვს, გვიან მოვა. Çocuk çok ბევრს მუშაობს. ცოდოა. გეგონა ადვილი იქნებოდა? ნაზან, შენმა ძმამ გადაწყვიტა ვანში ფაბრიკა ააშენოს. Dayı. ბიძია. ხო, Savaşken. სავაშმა სამსახური შემომთავაზა ოფისში. როგორ? რა უნდა გააკეთო? Bulurum bir şey. რამე საქმეს ვიპოვე, დიდი კომპანიაა. შვილო, ეს ადვილი არ არის. საქმე არ იცი. Öğrenirim. ვისწავლე. მე რა მოხდა? Nazan. ნაზან, სისულელეს ნოამბობ. Niye saçma? დედა რატომ ფიქრობ რომ სისულელეს ვამბობ? Aman Nazan. ნაზან, შვიდად იჯექი და ჭამერა. İyi valla. შვენიერია. Çiçek Hanım. ქალბატონმა ჩიჩეკმა ისწავლოს და მასწავლებლობა დაიწყოს. მე სახლში უნდა ვიჯდე არა? რა დავაშავე? Çiçeğinki boş ჩიჩეკი ისე უბრალოდ დადის. harcayacak. რადგან თავისუფალი დრო აქვს. როგორც უნდა ისე გაატაროს.
დედა აქ ვიხრჩობი. მთელი დღეები სახლში ვზივარ, ვიხრჩობი. ასე შეიძლება გავგიჟდე. არ გესმის?